ჩემი პოლიტიკური საქმიანობა ლელოში დავასრულე, თუმცა არ დამისრულებია პოლიტიკური საქმიანობა. ნორმალიზება მათ ძალიან ჭირდებათ შიგნითაც და გარეთაც და შიდა და გარე ნორმალიზებისთვის ჭირდებათ ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობა. თუმცა თუ ჩვენ ლაპარაკობთ იმ არგუმენტზე, რომ ყველგან უნდა ვიბრძოლოთ და არ უნდა დაუთმოთ არც ერთი ბრძოლისველი და ასპარეზი, მაშინ საპარლამენტო მანდატებზე რატო თქვი თუ არის მაგ ლოგიკი. ისედაც აი ამ რთულ და დაბნეულ სიტუაციაში ამომრჩევლის კიდე დამატებით დაბნევა და ივანიშვილის პროპაგანდისტვის კიდე საკვების მიცემა არათანმიმდევრული ნაბიჯებით მე მგონია დიდი შეცდომა და დამაზიანებელი. თუ ივანიშვილის ცვლილება გვინდა და თუ გვინდა რომ ხალხმა როგორც ღირსეული ალტერნატივა ისე აღვიქვას, მაშინ აბსოლუტურად სხვანაირად უნდა მოვიქცეთ და სამწუხაროდ არსებული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ამას ვერ ახერხებს, ეს იწვევს ნდობის კრიზისს. განსაკუთრებით კახარიას პარტიას ჰქონდა ეს შეკითხვა, რომ კარგი თქვა ბოიკოტს ვაცხადებთ და მერე რა ხდება 4 ოქტომბრის ნახევარს. რას ვაკეთებთ და ნდობას ვიბრუნებთ ამორჩევლის და ნდობას ვზრდით. ფაქტია რომ ერთიანობაზე ყველაზე მეც ვინც საუბრობდა, იმ ხალხმა გადადგა ერთიანობის საწინააღმდეგო ნაბიჯები. კალათის თავს რა ხდება და რა ხდება თბილისში ზოგადად რა მდგომარეობა. ის დედაქალაქის ისტორიაში დარჩება როგორც ყველაზე კორუმპირებული მერი. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტქალაქი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხმა არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიები დააპირისპირა ერთმანეთს, არამედ ზოგ პარტიაში შიდა განხეთქილებაც გამოიწვია. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი პარტიაა ლელო. როგორც ვიცით, ლელოს სამმა წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა, დია მეტრეველმა და სავა ბუაძემ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ თქვეს, რომ არ ეთანხმებოდნენ თავისი პარტიის გადაწყვეტილებას და პარტიულ თანამდებობებს ტოვებდნენ. თუმცა ბოლოს გაირკვა, რომ სავა ბუაძემ საერთოდ პარტიაც დატოვა. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი სწორედ საბა იქნება და მასთან შევეცდებით გავარკვიოთ, რატომ მიიღო გადაწყვეტილება პარტიის დატოვების შესახებ, რას ფიქრობს მისი ყოფილი პარტიის არჩევნებში მონაწილეობაზე, რას ფიქრობს პროტესტზე, პროტესტის პერსპექტივაზე და რა გეგმები აქვს თავად მას პოლიტიკაში. ასევე ვისაუბრებთ ბუნებრივია თბილისში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, რადგან როგორც იცით, სავა ბუაძე თბილისის საკრებულოს წევრიცაა. მოგესალმები. საბა, მადლობა გამარჯობა მერაბ და მადლობა მონაწილეობისთვის და საბოლოო ჯამში როგორც მივხვდი, შენ პარტია ლელო დატოვე უკვე, თავიდან კი თქვით ყველა ვინც ეს პარტიის წევრებმა არჩევნებში მონაწილეობა გააპროტესტეთ, რომ რაღაც თანამდებობებს ტოვეთ, მაგრამ პარტიაში ვრჩებითო, მაგრამ შენ როგორც გავიგე, პარტიას დატოვე და მოდი აუხსენე ჩვენს მაყურებლებს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ლელოს ერთ-ერთი სახე იყავი. კი, ძიმე გადაწყვეტილება იყო ნამდვილად ჩემთვის იმდენად რამდენადაც ჩემი პოლიტიკური ცხოვრება დაიწყო ლელოში, იქამდე სანამ ამ პოლიტიკური ორგანიზაციის სახელს მოვიფიქრებდით, სულ პირველივე დღეებიდან ვიყავი ლელოს შექმნის პროცესში ჩართული და ჩემი პოლიტიკური ოჯახი იყო. ჩემი მეგობრები დღესაც არიან იქ და ძალიან რთული არის, რა თქმა უნდა. პარტიის დატოვება, მაგრამ არსებობს რაღაცეები, რაღაც პრინციპები, რასაც უნდა მიყვე, როდესაც რაღაც გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგები და მე ვეწინააღმდეგებოდი ამ გადაწყვეტილებას, მიმაჩნია რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ხელისუფლებას ხელშეუწყობს ვითარების ნორმალიზებისკენ წაყვანის მიმართულებით და ამ მთავარ არგუმენტზე დაფუძნებით ვეწინააღმდეგებოდი და ვეწინააღმდეგები ამ ფორმით ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, მით უფრო რომ ოპოზიციის გაყოფა მოხდა, ერთიანი ბრძოლაც კი არ გამოვიდა ეს და ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია და ჩემი მეგობრებისთვის ნათქვამიც ჰქონდა, რომ თუ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას საბოლოოდ მივიღებთ, მე ვერ გავაგრძელებდი ამ გადაწყვეტილებაში თანამონაწილეობას და მომიწევდა პარტიის დატოვება, ეს ასეც მოხდა, მე დავტოვე თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია, დავტოვე პოლიტსაბჭო, რაც ფაქტობრივად ნიშნავს პარტიის დატოვებას, ვიღაცამ თქვა, რომ აი რაღაცა ორაზროვნებას ტოვებსო, მაგრამ მაგ ხალხის გასაგონად შემიძლია გითხრა, რომ მე ჩემი პოლიტიკური საქმიანობა ლელოში დავასრულე, თუმცა არ დამისრულებია პოლიტიკური საქმიანობა, ცხადია. ამან გეგმებზე კითხავ აუცილებლად, ანუ შენს გარდა კენი ანა ნაცვლიშვილი იყო, დია მეტრეველი იყო, კიდე იყო ვინმე ვინც თქვა,
ეს სამი იყავით. ანუ იმათ თქვენს რომ თანამდებობისდევით პარტიაში ვრჩებიოდა, ისინი წამოვიდნენ ანუ პარტიიდან. მე სხვის მაგივრად ნამდვილად ვერ ვისაუბრებ, თუმცა ჩემს გადაწყვეტილებაზე შემიძლია გითხრა, რომ ამ პოზიციების დატოვება ჩემთვის არის პარტიის დატოვება. უბრალოდ მე არანაირ ახალ პოლიტიკურ ნაბიჯს არ ვდგავ ჯერჯერობით იქამდე, სანამ ჩემი მეგობრები არიან საპატიმროში. ამ მეგობრობაზე და ერთმანეთის პატივისცემაზე ბევრი რაღაცა არის დამოკიდებული. ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ეს ურთიერთობები და მეგობრობა, რომელიც ჩამოყალიბდა ამუკასთან, ბადრისთან და სხვებთან. ამიტომ ეს უახლოესი პერიოდი არანაირი კონტრნაბიჯის გადადგმას არ ვაპირებ და ამას უკავშირდებოდა ჩემი განაცხადი, რომელიც მე გავაკეთე მაშინ. ხო, გასაგებია. შეთქვი რომ შიგნით ჰქონდა დისკუსია, არგუმენტები და თავი არგუმენტი იყო რომ ნორმალიზებას უწყობს ხელს. რა პასუხი ჰქონდა ჩვენს ამ არგუმენტზე შიგა დისკუსიაში, გარეთ რაც გვესმის ვიცით, რაიმე ახალი არგუმენტი თუ მოგისმენია, ან როცა თქვი რომ წასვლა მოიწევს პარტიიდანო, ასე მარტივად შეგელია. ხო, მარტივი პროცესი ნამდვილად არავისთვის არ ყოფილა, იმიტომ რომ ადამიანური ურთიერთობების მიღმა პოლიტიკურათაც ჩემი განსაკუთრებით ადგილობრივი არჩევნების წინ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის წამოსვლა ძალიან პრობლემური არის პარტიისთვის, მე მესმის სერიოზულად არტყმად აღიქვავენ ამას ჩემი მეგობრები, რაც აბსოლუტურად გასაგები არის, თუმცა მე ჩემ თავსაც იმით ვიმშვიდებ და ზოგადად შემიძლია ვთქვა ის, რომ მე არ დამიტოვებია არანაირი ორაზროვნება ჩემ პოზიციასთან დაკავშირებით. პირველივე დღიდან ჩემი პოზიცია იყო ასეთი, მე ვიყავი წინააღმდეგი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის, ვიყავი წინააღმდეგი მათ შორის პოლიცსაბჭოზე, როდესაც კენჭისყრა ჩატარდა, მათ შორის შემდეგ ჩემ მეგობრებს უთხარი რა შეიძლებოდა ამას მოყოლოდა, იმიტომ რომ არის გადაწყვეტილებები, სადაც შენ წინააღმდეგი ხარ, მაგრამ მაინც აგძელე პარტიასთან ერთად ცხოვრებას, მაგრამ ეს ვერ აღმოჩნდა ეგეთი მომენტი, იმიტომ რომ ეს ნაბიჯი ჩემთვის არის ჩემი საკუთარი პრინციპების ღალატი და ეგეთი ადამიანი არც ლელოში არ ჭირდება არავის და ზოგადად პოლიტიკაშიც არავის არ უნდა ჭირდებოდეს ხალხი, რომელიც საკუთარ პრინციპს ღალატობს, ამიტომ მე ძალიან მკაფიოდ მქონდა ჩამოყალიბებული ეს აზრი და მარტივი არ ყოფილა, რა თქმა უნდა, ამან რაღაც თვალსაზრისით პროცესი გაწერლა, გაართულა, მაგრამ საბოლოო ჯამში პარტიის შიგნით ეს განწყობა არსებობდა, მათ შორის მამუკას, ბადრის და სხვებსაც ჰქონდათ ეს განწყობა და სამწუხაროდ მოხდა ესე. მე პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ იმაზე, რომ ვერ დავარწმუნე ჩემი მეგობრები და ჩემი კოლეგები იმაში, რომ ეს არის ძალიან დამაზიანებელი და არასწორი ნაბიჯი. ერთია რომ ვთქვათ რაღაც კომფორტი ჩემთვის ლელოდან წამოსვლა არ ყოფილა, პირიქით ძალიან მძიმე არის საკუთარი ხელით ნაშენები პარტიის დატოვება, მაგრამ ვთვლი რომ ამ მომენტში სხვა გამოსავალი არ არსებობდა. ხო, ანუ ერთი არის რომ ვთქვათ რაღაც ტაქტიკურ ამბავში არ ეთახვები, მაგრამ შენ ამბობ რომ ეს არის ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება, არის დამაზიანებელი. ანუ დამაზიანებელი პროცესისთვის ერთი და პარტიისთვისაც ასე. ორივე, რა თქმა უნდა, დაზიანებული პოლიტიკური პარტიები არის ცუდი პოლიტიკური პროცესისთვის და ეს კონკრეტული გადაწყვეტილება არის დამაზიანებელი პოლიტიკური პროცესისთვის, იმიტომ რომ მე მიმაჩნია რომ რასაც არ უნდა ამბობდეს კობახიძე და ივანიშვილის გუნდი, მათ სიტუაციის ნორმალიზებისკენ ჭირდებათ ახლა ნაბიჯების გადადგმა, ამ სიტუაციის ნორმალიზებას ისინი ვერ ახერხებენ. რამდენი ხალხიც არ უნდა იყოს ქუჩაში, როგორც არ უნდა გამოიყურებოდეს ქუჩის პროტესტი ახლა, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ ბევრ რაღაცას მიაღწია, მიმაჩნია რომ ნორმალიზება მათ ძალიან ჭირდებათ, შიგნითაც და გარეთაც და შიდა და გარე ნორმალიზებისთვის ჭირდებათ ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობა და მიმაჩნია რომ ამ გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო ივანიშვილის და ქართული ოცნების ამ ფორმით გაძლიერებას და შეიძლება ეს ყველაფერი მათ გამოიყენონ ნორმალიზებისთვის. პარტიის ლიდერები საჯაროდ ამბობენ იმას, რომ პირიქით ეს არის ბრძოლაში შესვლა, არ უნდა დაუთმოთ არაფერი და ყველგან უნდა ვიბრძოლოთ და მათ შორის უნდა ვიბრძოლოთ ამ ფრონტზე და ეს არ ნიშნავს პროტესტზე უარის თქმას, ან ვთქვათ პოლიტპატიმრებაზე მხარდაჭერი, პოლიტპატიმრებისთვის მხარდაჭერის გამოცხადებაზე უარის თქმას არ ნიშნავს ადამიანელი არჩევნების მოთხოვნაზე უარის თქმას და ასე შემდეგ. ხო, რა თქმა უნდა, საერთოდ პოლიტპატიმრების მხარდაჭერისთვის პარტიაში ყოფნა საერთოდ არ გჭირდება. მეც ეხლა რომ მკითხო
ვიღაც შეიძლება ფიქრობდეს, რომ აი ლელოს დატოვება მამუკას და ბადრის საპატიმროში ყოფნის ფონზე რამდენად გამართლებული და სწორია. მათ საპასუხოდ მინდა ვთქვა, რომ არ მჭირდება არანაირი პარტია იმისთვის, რომ ჩემი მეგობრების და კიდე სხვა პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის ვიბრძოლო და დავიხარჯო. თუმცა თუ ჩვენ ლაპარაკობთ იმ არგუმენტზე, რომ ყველგან უნდა ვიბრძოლოთ და არ უნდა დაუთმოთ არც ერთი ბრძოლისველი და ასპარეზი, მაშინ საპარლამენტო მანდატებზე რატო თქვი თუ არის მაგ ლოგიკით. თუ ჩვენ გვინდოდა აი ეს ყველგან ბრძოლის გზა და ყველა პლატფორმის ათვისების გზით სიარული, მაშინ არც საპარლამენტო მანდატებზე არ უნდა გვეთქვა უარი, უნდა გამოგვეყენებინა ეს საპარლამენტო მანდატები და უნდა გვენახა პროცესი როგორ წავიდოდა ამ თვალსაზრისით. თუ ჩვენ ავირჩიეთ ეს უფრო რადიკალური გზა, ამ უფრო რადიკალურ გზაში არჩევნებიდან და მანდატების დატოვებიდან რამდენიმე თვეში შენ ადგილობრივ არჩევნებში რომ შედიხარ და თან ისეთ არჩევნებში, რომელზეც ხელისუფლების ცვლილების ბედი ფორმალურადაც კი არ არის დამოკიდებული, აბსოლუტურად აუხსნელი და გაუგებარი არის ჩემთვის და მგონია რომ საზოგადოებაც ვერ დაიჯერებს მაგას, რომ შენ საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვი და თვითმმართველობის არჩევნებში შეხვედი და გამოაცხადე თვითმმართველობის არჩევნები ბრძოლად. თუ ამ პლატფორმების ათვისება გინდოდა და ყველა სივრცის გამოყენება, მაშინ უნდა დარჩენილიყავით პარლამენტში და სხვა კუთხით უნდა წაგვეყვანა პოლიტიკური პროცესი, რომელიც აბსოლუტურად ლეგიტიმური ბრძოლის გზა არის. უბრალოდ ეს არის განსხვავებული გზა და იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ თანმიმდევრული და გულწრფელი, თანმიმდევრულობა გამოვიდა, ხო? ხო, ჩემი აზრით არათანმიმდევრული გამოვიდა და გამოვიდა კიდეც სამწუხაროდ და ისედაც აი ამ რთულ და დაბნეულ სიტუაციაში ამომრჩევლის კიდე დამატებით დაბნევა და ივანიშვილის პროპაგანდისტვის კიდე საკვების მიცემა არათანმიმდევრული ნაბიჯებით მე მგონია დიდი შეცდომა და დამაზიანებელი. შენ თქვი რომ ეს არჩევნებზე არ წყდება ხელისუფლების ბედი, მაგრამ თავიდან თქვენი პარტიაც და გახარიაც ასე უყურებდა, ասაკეთო თუ ყველანი ერთად გავალთ არჩევნებზე, შეგვიძლია დიდი ქალაქები გამოგვიჯოთ, მაგალითად თბილისი მოვიგოთ, იმიტომ რომ იმ გაყალბებულ არჩევნებში მოგებული გქონდა თბილისი. ამას არ ეთანხმებოდი შენ? სამწუხაროდ უკვე ბოლოს სადაც მივიდა ეს სიტუაცია, ეს დისკუსიაც დაგვიანებული იყო. აქეთ მეორე ბანაკი არსებობს ბოიკოტისტების, რომელიც თავიდანვე სამწუხაროდ დისკუსიასაც კი არ ემხრობოდა ამ საკითხზე და უკვე გადაწყვეტილი პოზიციით შემოვიდა პოლიტიკურ დისკუსიაში და ეს სივრცე რაც მეტი დრო გავიდა, კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ამ ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის. ამიტომ თუ ჩვენ გვინდოდა რომ აგვერჩია ეგ გზა, მაშინ ეს გაცილებით უფრო ადრე, გაცილებით უფრო სხვა ფორმით უნდა მომხდარიყო, ყველას ეგოები გვერდზე უნდა გადაედო, სატელევიზიო ეკრანებიდან არ უნდა მომხდარიყო ოპოზიციურ პარტიებს შორის ლაპარაკი და აბსოლუტურად სხვა ფორმით უნდა წარმართულიყო პოლიტიკური პროცესი. შენი ყოფილი პარტიის წევრი ამბობენ, რომ იმათი ბრალიაო, პირდაპირ გამოაცხადეს. მე პასუხისგებლობას არ გეგონოს, რომ რახან საიდანაც წამოვედი, არ გვძნობ პასუხისგებლობას. მეც ამ პოლიტიკური კლასის ნაწილი ვარ და გვძნობ პასუხისგებლობას, მაგრამ მგონია, რომ პასუხისგებლობის აღება და ამ ვითარების გამოსწორება გადის იმაზე, რომ ჩვენ ვაღიაროთ შეცდომები და კრიტიკულად დავინახოთ ის გზა, რომელიც გავიარეთ და მე არასწორად მიმაჩნია ასეთი ფორმით პოლიტიკური პროცესის წარმოება და თუ ივანიშვილის ცვლილება გვინდა და თუ გვინდა რომ ხალხმა როგორც ღირსეული ალტერნატივა ისე აღვიქვას, მაშინ აბსოლუტურად სხვანაირად უნდა მოვიქცეთ და სამწუხაროდ არსებული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ამას ვერ ახერხებს, ეს იწვევს ნდობის კრიზისს, მერე ხალხი ხედავს, რომ მიდის საუბარი ერთიანობაზე, მაგრამ ერთიანობისთვის არავინ არაფერს არ აკეთებს და ოპოზიცია გადაქცეული არის შემფასებლად და მოქმედების ნაცვლად არის მუდმივად ქართული ოცნების შეფასებით დაკავებული და ეგ უნდა შეიცვალოს მაგის შეცვლის ამბიციაც მაქვს და მგონია რომ მაგის შეცვლისთვის ყველა წინაპირობა არსებობს, მათ შორის არსებობს ხალხი, არსებობს განწყობა და არსებობს ძალიან დიდი დაკვეთა ცვლილებებზე, რომელიც არსად არ მიდის. პოლიტიკური კლასი თუ ვერ მოემსახურება ცვლილებებზე ამ დაკვეთას, ეს დაკვეთა არ გაქრება მერე. რა თქმა უნდა, უბრალოდ მაინც ეს თემა მინდა ამოვწოროთ. შენ პირადად ისე რას ფიქრობ, რომ შემდგარიყო ეს ერთობა, შეიძლებოდა თბილისის მოგება, თქვა თბილისის მერის მოგება და ამას თუ ექნებოდა რაიმე მნიშვნელობა შემდეგი ბრძოლისთვის როგორ ხო? ამ თეორიულად რო შევხედოთ ამ. თეორიულად რო ყოფილიყო კოორდინაციის მაღალი ხარისხი, რო ყოფილიყო მომზადება და სხვა განწყობა, გამიჭირდება ამის თქვა, მაინც ჰიპოთეტური
რაღაც სცენარი არის ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, როცა საარჩევნო კანონმდებლობა გაუარესებული არის, როცა დამკვირვებლების მოწვევაც კი არ ხდება, როცა ძალიან ბევრი პრობლემა არის, ქართული ოცნების მხრიდანაც ეს არის განაცხადი. და შენ შეიძლება ამ განაცხადში გააყვეო ოღონდ, როდესაც ეს განაცხადი არ არის დაკავშირებული ხელისუფლების ცვლილებასთან, მაშინ ამან შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მოგიტანოს, ამიტომ მე მგონია რომ რა ფორმითაც არ უნდა წასულიყო ეს სიტუაცია, მაინც გარემო არახელსაყრელი და ცუდი გარემო არის იმისთვის, რომ ჩვენ ერთობლივად ეს კომპრომისი გაგვეკეთებინა. შენ თქვი რომ ეს დააზიანებს პარტიასაც, არა მარტო პროცესს. პარტიას რა კუთხით დააზიანებს, როგორ თქვი? ნდობის კრიზისი გაღრმავდება, მე მგონია რომ რთული იქნება საზოგადოებისთვის იმის გაგება, რატომ თქვა პარტია მოარის საპარლამენტო მანდატებზე და რატომ რამდენიმე თვის შემდეგ რატომ გადაეშვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. და ლელო ძირითადად საპროტესტო ელექტორატზე იდგა, ხო გახარიასგან განსხვავებით ახლა. გახარიას კიდე სხვა მომრჩეველი ყავს, უფრო ყოფილი ქართული ოცნებიდან წამოსული ხალხი და ლელოს ამორჩეველი მაინც არის ის, ვინც აი ქუჩაში დგას ეს დღეები, იქ ბევრია იყო ისეთი, ვისაც არც ნაცები მოსწონს და არც ქოცები. და აი ლელოზე აკეთებდნენ სწორებას. ხო, ფიქრობ, რომ ამ ხალხის ხმებს დაკარგავს. ხო, ამას რო გამოაჩენს, მე რა თქმა უნდა, კიდე ერთხელ ამბობ, რომ ლელოში რჩებიან ჩემი მეგობრები, მათ წარმატებას უსურვებ, მაგრამ მე თავად დიდ შეცდომად მიმაჩნია ეს გადაწყვეტილება და ამიტომ არ ვარ ამ გადაწყვეტილების ნაწილი. ხო, ნუ კიდე ერთი კითხვა გაჩნდა, რომ თუ ეხლა ხელისუფლებას უნდოდა ლელოს და სხვების მონაწილეობა არჩევნებში რაღაცა დაიჭერეს, კვადრი, მამუკა და ასე შემდეგ. აქ რა ლოგიკას ხედავთ? იცი რა ლოგიკას ხედავ, რომ ჩვენ ზოგადად რაღაც წარმოდგენები გვაქვს ხოლმე ქართულ ოცნებაზე, რომ აი ამათ ესე ჭირდებათ, ესე აკეთებენ, რომელიც ბევრად უფრო რომანტიზებული და რბილი წარმოდგენები არის იმასთან შედარებით, რაც რეალურად არის ქართული ოცნება. მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობის მიუხედავად აი ამ პარტიების გაუქმების გზითაც წავა, არც პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებაზე არ იტყვის უარს და არ მგონია რომ ეს ორი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ დიდი ხანია გადალახეს ეს გზა, სადაც მათ პოლიტიკური რაღაც ნაბიჯები და манипуляციები ჭირდებოდათ საკუთარი გადაწყვეტილების მხარდასაჭერად. ეს გადახრილი არის ცალსახად ავტოკრატიული მიმართულებით და როდესაც ასეთ გზას ადგას პოლიტიკური ძალა, იქ ბუნებრივია რომ ნაკლები არის ყოველთვის პოლიტიკა და მეტი არის ძალმომრეობა და მომავალსაც ასე ვხედავ სამწუხაროდ იქნება მეტი ძალმომრეობა და ნაკლები პოლიტიკა. უბრალოდ ჩვენი ამოცანა არის რომ ამ ყველაფრის მიუხედავად პოლიტიკური პროცესი ვაცოცხლოთ, იმიტომ რომ ივანიშვილის მთავარი ამოცანა არის ეს, რომ პოლიტიკური პროცესი მოკლას საქართველოში და აღარ იყოს პოლიტიკური პროცესი და ჩვენ ვინც ვართ პოლიტიკოსები და ვინც მიგვაჩნია ხო, ეს არჩევნები არ არის პოლიტიკური პროცესი, იმიტომ რომ ამაზე არ არის ხელისუფლების ცვლილების საკითხი დაკავშირებული. ეს დაკავშირებული არის ეს ნაბიჯი, როგორც გითხარით, ძალიან სერიოზულ ორაზროვნებასთან, მათ შორის საპირისპირო ნაბიჯებთან, ამიტომ ამ არჩევნებში არ მონაწილეობა უფრო არის პოლიტიკური პროცესი, ვიდრე ამ არჩევნებში მონაწილეობა აი ამ ფორმით და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც მე გითხარით. მაგრამ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ პოლიტიკური პროცესი შევინარჩუნოთ და პოლიტიკური პროცესი ხანდახან ისეც ხდება, რომ არ არის რაღაც საარჩევნო საკითხებთან ყოველთვის შეჭიდული. კი ბატონო, ეს როცა საუბრობ პოლიტიკურ პროცესის შენარჩუნებაზე, ამაზე იმ პარტიებს, ვინც მონაწილეობს, არჩევნებში განსაკუთრებით გახარიას პარტიას ჰქონდა ეს შეკითხვა, რომ კარგი, თქვა ბოიკოტს ვაცხადებთ და მე რა ხდება 4 ოქტომბერში. ანუ ამით მიანიშნებენ იმას, რომ მეორე მხარესაც არანაირი თქვა გეგმა და წარმოდგენა არ აქვს, რა შეიძლება თუ ბოიკოტს გამოაცხადებ, ამის მერე როგორ შეიძლება ხელისუფლება შეცვალო და შენ გაქვს ამაზე წარმოდგენა. მანდატ სამწუხაროდ რაღაც ხედვებში არსებობს რაღაც აქტიური ბოიკოტის იდეა, სადაც ხალხი საარჩევნო უბნებთან უნდა დახვდნენ არჩევნებზე წამსვლელ საზოგადოებას და რაღაც სირცხვილის დერეფნები გააკეთონ, რაც სრული სიგიჟე მგონია, პირდაპირ გეტყვი. მე მგონია რომ აი მაგ კითხვის საპასუხოდ რომ აბა თუ არჩევნებში მონაწილეობა არა, მაშინ რას ვაკეთებთ, ხო?
რას ვაკეთებთ და ნდობას ვიბრუნებთ ამ მრჩევლის და ნდობას ვზრდით. შენ თუ ასე იჯექი და არაფერი არ გააკეთე, რა თქმა უნდა, არაფერი არ მოხდება, მაგრამ პოლიტიკოსის საქმე არის, რომ ყოველდღიური საქმე არის, რომ დაარწმუნოს უფრო მეტი ადამიანი. გადადგას ნაბიჯები უფრო მეტი ადამიანის ერთდროულად დასარწმუნებლად, რომ ცვლილებები არის აუცილებელი, რომ ქართული ოცნების პირობებში არც ევროპული ინტეგრაცია არ იქნება და რაც თავარია არ იქნება კეთილდღეობა. და ამას თუ ვერ ახერხებ, ხო? მაშინ რასაკვირველია ისმის ეს კითხვა, რომ მაშინ რას აკეთებ, მაგრამ როცა ხარ პოლიტიკოსი, არანაირი შეხსენება არ გჭირდება არავისი იმასთან დაკავშირებით, რა უნდა გააკეთო. უნდა შემოიმტკიცო და უნდა შემოიმტკიცო არსებული ამომრჩეველი და უნდა დაარწმუნო საზოგადოება ცვლილებების მყისიარ აუცილებლობაში და იმაში, რომ შენ ხარ უკეთესი ალტერნატივა. მე მგონი მაგიდის ქვეშ თუ სკამის ქვეშ ძაღლიც გვეთანხმება, იმიტომ რომ აქნევს ფერს. კი ბატონო. ხო, მაგრამ აქ ეს ნიჰილისტური განწყობა გაჩნდა იმის გამო, რომ ეხა პროტესტი რამდენიმე დღე იქნებოდა მართლაც, ხო, პიკზე, რაღაც პიკი აქვს, პროტესტი მერე დაიწია და იმდენი ხალხი აღარ არის ქუჩაში, ასე შემდეგ და შეიძლება ამის გამოც გაუჩნდა ჩვენ პარტიაში ესეთი განცდა, რომ ამ პროტესტით არაფერი გამოვა და ქუჩიდან და მოდი ისევ რაღაც არჩევნებს გავუყვეთ. მე ნამდვილად არ მინდა ახლა შიგნით არსებული დისკუსიის იმაზე მეტად გამოტანა, ვიდრე შესაძლებელი არის, ვის რა ეგონა ამაზე ყველა თავისით ისაუბრებს, მაგრამ მე შემიძლია გითხრა, რომ ქუჩაში არსებული პროტესტის მდგომარეობაზე არ არის დამოკიდებული ცვლილებების ბედი. ცვლილებების ბედი არის დამოკიდებული იმაზე, რომ ბევრმა ადამიანმა დაიჯეროს ამ ცვლილებების აუცილებლობა და ბევრმა ადამიანმა დაიჯეროს, რომ ის პარტია თუ პოლიტიკოსები, რომელსაც ის უჭერს ხარს, არის ის ალტერნატივა, რომელიც გაიყვანს სამშვიდობოს და ის რომ ეს ხალხი ალტერნატივას ვერ ხედავს, ეს არის ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი ცვლილებებთან მიმართებაში. გეგმა, რეალური გეგმა არის ის, რომ გაჩნდეს ისეთი ალტერნატივა, რომელიც ნდობას დაიბრუნებს ხალხი. რასაკვირველია. ეს არის გამოსავალი. რასაკვირველია. მაგის გარეშე ცვლილებების პროცესი წარმომიდგენია რთულად და მაგიტომ მგონია, რომ ეს ალტერნატივა უნდა გაჩნდეს საზოგადოებრივ სივრცეში არის ძალიან საინტერესო ხალხი, რომელსაც აქვს ამის გაკეთების უნარი და არის ძალიან დიდი ენერგია. გაჩნდნენ ძირითადად ნაცები და ყოფილი ნაცები, როგორც ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა უწოდა, ხო? ისინი რამდენად მოახერხებენ ამ ნდობის დაბრუნებას, როგორ გონია? ხო, მე ნაცების მიმართ ნდობა რომ არ მაქვს, ეს საზოგადოებისთვის საიდუმლო არ არის. მე მგონია რომ მაგ დიქოტომიის გარღვევაზე გადის მათ შორის ცვლილებების ბედი, რომ ამოვიდეს ხალხი აი ამ რაღაც მოცემულობიდან, რომ აი როგორ შეიძლება რომ თუ ვიღაცა თუ ენდობა ნაცს, კი ბატონო, ენდოს ღმერთმა ხელი მოუმართოს, ხო? საუბარი, ხო? ხა მათ 8 პარტია არის და იმ 8 პარტიაში 7 არის ნაციონალურ მოძრაობიდან გამოსული, ასე თქვა, ნაციონალურ მოძრაობიდან. ხო და ისიც ვერ ახერხებს გაერთიანებას. ეგეც რა თქმა უნდა, ეგეც ძალიან დიდი პრობლემა არის. 8 პარტიის ერთობა დაასახელეს, მაგრამ ანუ იქეთ მხარეს ახლა ვინც იყო არანაცური პარტია ლელო და გახარია იქეთ დარჩნენ, აქეთ მხარეს ნაცები არიან და აი სად ხედავ შენ თავს მაგალითად ან ისეთი ამომრჩევლის, რაღაც ჩემნაირი ამომრჩევლის ადგილს, ვისაც არც ნაცები მოსწონს, არც ქოცები მოსწონს, მაგრამ არც არჩევნებში მონაწილეობა არ მოსწონს. ხო, ლელო და გახარიამაც რაღაც სხვა გზა აირჩიეს, ხო, ვიდრე ჩვენ ზუსტად მაგაში ვხედავ. აი აქ სად არის ასე თქვა. ზუსტად მაგაში ვხედავ ჩემ პასუხისგებლობას, რომ შენნაირი ხალხისთვის შევქმნათ ალტერნატივა, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტიკური კლასის გადატვირთვას, რომელიც ამ ძალიან დიდ ახალგაზრდულ ენერგიას მიცემს გასაქანს და ჩამოყალიბდება ღირსეულ, კვალიფიციურ და ხედვის მქონე ალტერნატივად. ეგ უნდა გავაკეთოთ ჩვენ. მგონია რომ ხო, იცი რა, მაინც და მაინც რაღაც რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში ცვლილებების გზა გადის პარტიულ რეგისტრაციად, მაგრამ სანამ ვილაპარაკებთ რამე პარტიაზე, მე ჯერჯერობით არანაირი პარტიული გეგმები არ მაქვს. ჩემი მთავარი ამოცანა ახლა არის, რომ ჯერ დავაკვირდეთ ამ პროცესს და მეორე დავინახო ის თანამოაზრეები, რომელიც ამ პროცესში არსებობენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრნი არიან. ბევრი ასეთი ადამიანი არის,
პარტიულ პოლიტიკაშიც, ზოგადად პოლიტიკურ სპექტრში, პარტიიდან გამოსულ პოლიტიკურ სპექტრშიც და საზოგადოებრივ ველზეც ძალიან ბევრი ადამიანი არის, განსაკუთრებით ჩემი თაობის, ჩემზე უფრო პატარა, ცოტა უფრო დიდი ახალგაზრდა ხალხი, რაღაც პროტესტიდან ამოზრდილი იყო ახალი რაღაც ბევრი მოძრაობა არის დაფუძნებული. ყველაფერს ძალიან ბევრი მოძრაობა, მაგრამ რაღაც ნაბიჯს მივესალმები. ვერ ჩამოყალიბდნენ ასე თქვა სერიოზულ ძალად. ხო, ეხლა შენ ვინმეს თანამოაზრეებს ხედავ უკვე ამ პროცესში თუ ჯერჯერობით ასეთი მე ვიცი რომ არის ხალხი, ვისაც აქვს პატიოსნებაც, ვისაც აქვს ხედვაც, ვისაც აქვს სურვილიც და ენერგიაც, რომ საზოგადოებას რაღაც ტიპის ალტერნატივა შეთავაზოს. და მგონია რომ მაგ ალტერნატივის ჩამოყალიბება იქნება გარდაუვალი პროცესი, მით უფრო, როდესაც ჩვენ საუბრობთ ცვლილებებზე. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ეგ მოხდება. როდესაც ცვლილებებზე და ალტერნატივებზე საუბრობენ, აქ ყველაზე პოპულარული იდეა არის ეს ერთიანობის იდეა. ხო, ანუ არა ყველა უნდა იყოს ერთად და ერთ მუშტად შეკრული, ერთ ძალად და ასე შემდეგ. ხო, და იყო მერე ვის ერთიანობაში იგულისხმება ის, რომ ნაცებთანაც უნდა იყოს, ლელოსთანაც, გახარიასთან, ყველა ერთად უნდა იყოს და ეს რამდენად წარმოგიდგენია ასეთი ერთიანობა თუ ამ პანელ ალტერნატივაზე საუბრობთ. ხო, ფაქტია, რომ ეს ერთიანობა არ გამოვიდა, ხო? ფაქტია, რომ ერთიანობაზე ყველაზე მეც ვინც საუბრობდა, იმ ხალხმა გადადგა ერთიანობის საწინააღმდეგო ნაბიჯები. ამიტომ არავის კონკრეტულს და ბევრს ერთად ამავდროულად საზოგადოება შეაფასებს მაგას. ერთიანობაზე მიდის მუდმივად საუბარი, მაგრამ რეალური ნაბიჯების გადადგმა ამ ერთიანობისთვის არ ხდება, ვერ შედგა ეს ერთიანობა. იმიტომ რომ მე მგონია რომ რეალურად და გულისიღრმეში ამ ერთიანობის სურვილი არ არსებობს. და ეს ერთიანობაზე საუბარი ბევრად უფრო თვალთმაქცური რაღაცა არის, ვიდრე რეალური მოტივი და სურვილი ერთიანობის. ეხლა რომ შექმნილი შენ რაღაც მოძრაობა, რომ ერთმანეთს პარტიად გადაკეთდა და საზოგადოებიდან დაკვეთა ისევ არის ერთიანობაზე. ვისთან წარმოგიდგენია ეს ერთიანობა? ამ 8 პარტიასთან თუ ისევ ლელოსთან და გახარიასთან ასე თუ როგორ წარმოგიდგენია საერთოდ ეს პროცესი როგორ უნდა განვითარდეს შენი აზრით? თუ და დასრულდეს ერთიანობაზე საერთოდ ლაპარაკი? აბსოლუტურად. ეხლა ძალიან გამიჭირდება მაგაზე საუბარი, ვისთან და რა ფორმით წარმომიდგენია თანამშრომლობა. მე შემიძლია გითხრა, რომ აბსოლუტურად სხვანაირად წარმომიდგენია პოლიტიკური პროცესი. მგონია, რომ ახალი ხალხი უნდა შემოვიდეს ამ პოლიტიკურ პროცესში. იმათ ყავთ თავისი ამომრჩეველი და ვინც ნაცია დარჩეს ნაცად, ვინც არ არის ნაცი, თავისი გზა გააგრძელოს, მაგრამ ყველას ამოცანა არის, რომ ჯერ საკუთარი თავი მოიყვანოს საუკეთესო ფორმაში და მერე გადადგას ერთიანობისთვის ნაბიჯები. ოღონდ ერთიანობა რა არის? ანუ ერთი ნომერი გვაქვს, ერთი მიზანი გვაქვს, ერთი ამოცანა გვაქვს. აი ხა ამ კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად ვართ ერთად და მერე ვართ ცალ-ცალკე, ხო? ანუ ყველა სხვადასხვანაირად ესმის ეს ერთიანობა. მე მგონია რომ არსებობს ახალგაზრდა თაობაში აი ამ ერთიანობის რესურსი და ჩემი ძალისხმევის მიმართვასაც ვაპირებ ზუსტად მაგაში, რომ ლაპარაკი უნდა დასრულდეს ამას ფიქრობ. ამას პერსპექტივას მე ვერავის ვერ ვეტყვი რაზე ილაპარაკოს, ან რაზე დაასრულოს ლაპარაკი, ხო? მე გეტყვი რომ ჩემ პრიორიტეტად არ მიმაჩნია ახლა ვიღაცეებთან რაღაც ყალბ ერთიანობაზე საუბარი. ერთიანობა თუ შედგება, რა თქმა უნდა, ეს იქნება კარგი, მაგრამ ამ ერთიანობისთვის ჩვენ უნდა დავინახოთ რაღაც რეალური ნაბიჯების გადადგმა და ეგეც სამწუხაროდ ვერ ვხედავ და გონია რომ ეს პოლიტიკური კლასი გადაიხდის აუცილებლად ამის ფასს და საზოგადოება აუცილებლად მოკითხავს პასუხს ყველას, ვინც ერთიანობაზე უფრო მეტი ისაუბრა და რეალურად არაფერი არ გააკეთა. არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ ეხა უკვე ისეთი ეგზისტენციალური პრობლემის წინაშე დგას ქვეყანა, რომ აღარ არის ლაპარაკი ამის რომ აღარ არის რომ ესენი ნაცები არიან, ის მასთან არ დავდგები და ასე შემდეგ და აქედან გამომდინარე უნდა იყოს ყველა ერთად და ასე შემდეგ. ამას ეთანხმები თუ არა? არა, მე ყოველთვის ვეთანხმები იმას, რომ საზოგადოებას ჰქონდეს წარმოდგენა ძალიან მკაფიო ალტერნატივაზე და არაფრის დრო არ არის და ჩვენ დავანებოთ ახლა ყველაფერზე საუბარს, თავს და შეფასებას და პოლიტიკურ პარტიებთან დობის მშენებლობას თავი, მაგას ცხადია, რომ არ ვეთანხმები. რა თქმა უნდა, ჩვენ პარტიულ ნაჭუჭებში არ უნდა ჩავიკეტოთ, არსებობს რაღაცა დიდი ერთიანი ამოცანები, რომლისთვისაც ჩვენ, რა თქმა უნდა ერთიანად ვიმოქმედოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ,
ყალბი და არაფრის მომცემი საუბარი ერთიანობაზე არის ძალიან დამაზიანებელი და ამ დობის კრიზისის გაღრმავებას უფრო მეტად უწყობს ხელს. არსებობს რა თქმა უნდა საკითხები, სადაც ჩვენ შეგვიძლია რომ ვისაუბროთ ერთიანობის აუცილებლობაზე, მაგრამ ასე რომ ყველაფერს ხაზი გადაუსვათ, ცხადია არ გამოვა, იმიტომ რომ არსებობენ მთელი რიგი პოლიტიკური მოთამაშეები, რომლებთან ერთიანობაც ჩემთვის არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. ხო, ამ პროცესში ხა ყველა რაღაც თავისი გზით მიდის, ხა გამოიკვეთა რაღაც გზა, ხა პაატა ბურჭულაძე და ვიღაცები 4 ოქტომბერს აცხადებენ რაღაცა იმ თავარ გადამწყვეტ ბრძოლის დღეს, ხო ლევან ხაბეიშვილიც ამ მიმართულებას შეუერთა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი და ერთ-ერთ ეთერში საერთოდ თქვა ხშირად იმეორებს ხოლმე 4 ოქტომბერს უნდა რაღაც დაემხოს მშვიდობიანად ეს ხელისუფლება. როგორ ფიქრობ ეს რაღაც დასახელება კონკრეტული თარიღის რამდენად სწორია, რამდენად რა შეიძლება მოხდეს 4 ოქტომბერს და მეორე იყო კიდევ ესე წინადადება მისი მხრიდან რომ რაღაც აი სპეცსაზღვრელებს $200,000 შევთავაზოთ თუ ჩვენსკენ გადმოვლენ. ამ ყველაფერს როგორ უყურებ ასეთ ტაქტიკას, ასეთ მიმართებას? მე დიდი სიფრთხილით უყურებ ასეთ რაღაცებს, არ უნდა გავაკეთოთ არაფერი, რაც გამოიწვევს საზოგადოების იმედგაცრუებას. წარსული გამოცდილება რაც გვაქვს და რაც მე ამ ბოლო 5 წელიწადში ვნახე, არის ის, რომ რაღაც თარიღების დაკიდება, მოლოდინის შექმნა და მე ამ მოლოდინზე ვერ მომსახურება, იწვევს კიდევ უფრო დიდ იმედგაცრუებას საზოგადოებაში, მაგრამ ყველას თავისი გზა აქვს, ყველას თავისი ბრძოლის მეთოდები აქვს და ბუნებრივია რომ ყველას წარმატებას უსურვებ ამ გზაზე, ოღონდ მე არ მინდა რომ ეს რაღაც საერთო ბრძოლა და ჩვენი საერთო ამოცანები და მიზნები იქნას დაზიანებული, ამიტომაც დიდი სიფრთხილით უყურებ ეგეთ რაღაცებს. გასაგებია. და გადავიდეთ ხელისუფლებაზე. ხელისუფლებაში არსებულ მდგომარეობას როგორ აფასებ, რაც ხდება ეხა ხელისუფლების შიგნით. შეთქმულის საკრებულოს წევრი ხარ და აუცილებლად მინდა კითხო იმაზე, რაც ხდება ბოლო დროს თბილისში, ეს ავარიული შენობების ჩამონგრევა, ხალხის დაღუპვა, აგერ ხალხის გამოსახლება, დევნილების ასე შემდეგ, მაგრამ ვიდრე თბილისის თემებზე გადავალთ, მანამდე მაინტერესებს ხელისუფლება რამდენად ყარად არის შენი გადმოსახედიდან და რამდენად ხდება რაღაც შიგნით პირიქით უფრო გამყარება თუ შესუსტება ხდება? ხო, გამყარება ნამდვილად ვერ ხდება, მე მგონია რომ რეალურად ქართული ოცნების მდგომარეობა კარგად ნამდვილად არ გამოიყურება ერთი მთავარი მიზეზის გამო, რომ საზოგადოების მხარდაჭერა მათ მიმართ არის კლებადი, რაც იწვევს იმ ყველაფერს, რასაც საზოგადოება უყურებს. ოღონდ მეორე უკიდურესობა არსებობს აქ, არის ხალხი, რომელიც ამბობს, რომ აი ხიხომწნევა გაიზომა და ივანიშვილი თავის ნახატებს ფუთავს და გარბის, დაქოქილი ყავს თვითმფრინავი და გარბის, ესეც არის აბსოლუტურად არაგუწრფელი და მცდარი მოსაზრება, იმიტომ რომ ვითარება ეგრე არ დგას, რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებას აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები, მათთვისაც დგას ნდობის კრიზისი, ისინიც იხვეწებიან აღიარებას და ზოგადადაც რო გადახედო, ქართული ოცნების მხარდაჭერა მაინც და მაინც რაღაც მოსაწონი საჯარო განაცხადი არ არის. ამიტომაც მგონია რომ რთულად აქვს საქმე და ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში არაფერი ისეთი, რაც მათ ამ მდგომარეობიდან გამოიყვანს და მეორე უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც მათ კიდევ უფრო მეტად დასუსტებას შეუწყობს ხელს და მათი დასუსტების გზა გადის ერთ მთავარ რაღაცაზე, რომ ჩვენ შევთავაზოთ რეალური ალტერნატივა, იმიტომ რომ ხშირად ეს დისკუსია მერაბ დადის ხოლმე ბოლოს იცი რაზე, რომ კაი გავიგე, ესენი ცუდები არიან, იმიტომ რომ 13 წლის განმავლობაში ამათმა იმდენი მიმართულებით ჩაისვარეს, რომ მაგრამ ვინ მოვიდეს? რთული არის რომ აი ყველაზე ხმალამოღებულმა ქოცმაც კი თქვას რომ აი ქართული ოცნება არის კარგი და ძალიან მაგარი პოლიტიკური ძალა. ამიტომ ეგ მთავარი კითხვა არის, რასაც ჩვენ უნდა ვიპასუხოთ, რომ კარგია ესენი თუ არა, მაშინ ვინ და მაგ კითხვაზე პასუხისგაცემა ქართულ ოცნებაზე კი არ არის დამოკიდებული, რას გააკეთებს ქართული ოცნება. დამოკიდებულია ჩვენზე და ჩვენ უნდა ვირწმუნოთ ჩვენი ძალის, უნდა ვირწმუნოთ, რომ ამ ქვეყანაში არის ძალიან ბევრი ღირსეული, უნარიანი და პატიოსანი ადამიანი, რომელსაც შეუძლია რომ ჩამოაყალიბოს ეს ალტერნატივა და ამ ალტერნატივის შექმნაზე უნდა ვიმუშაოთ. რა შენი აზრით რა ხდება თბილისში, ხო? მე ვახსენე ეს ორი ამბავი, ავარული შენობების ჩამონგრევა, ეხლა დევნილების ასეთი ფორმით გამოსახლება,
სადაც განსხვავებულ რაღაცებს ამბობდა, ხო? კალაძე იქ ამბობდა, რომ სპეცრაზები ვერ გამოიყვანთ ხალხს, აქ გამოიყვანეს, აქ ამბობს, რომ მე არაფერს ვაში არ ვარ მერია, იმიტომ რომ ეს არის რაღაც კერძო საკუთრება და საბოლოო ჯამში ერთ-ერთი რითაც არის ახლა კალაძე ვხედავთ გამორჩეული არის, რომ ევროკავშირს ცდილობს, რომ იმაზე მეტად დაემუქროს ვიდრე სხვები, მაგალითად ქართული ოცნებიდან გამოაცხადა, რომ საერთოდ გავაძევებდი ევროკავშირის ელჩს და ასე შემდეგ. ეგეც ხო მისი ხელმოცარულობის ძალიან კაფეო დემონსტრირება. აი, ამაზე მინდა გითხოს, იმ დღეს გაჩნდა, იმ დღეს უნდა ყოფილიყო, როცა ეს დევნილების განსხვავება დაიწყეს მისი წარდგენა მერობის კანდიდატად და ნუ როგორც ამბობენ, შიგნით არის დაპირისპირება ქართულ ოცნებაში, ვიღაცები არ ეთანხმებიან მის წარდგენას და სწორედ ამიტომ გამოასახლეს ეს ხალხი იმ დღეს, რომ ჩაეშალათ მისი წარდგენა. მისი წარდგენა მართლაც ჩაეშალა ერთი კვირით გადაიდო და რა ხდება ზოგადად, შენ როგორ უყურებ ამ სიტუაციას, კალაძის თავს რა ხდება და რა ხდება თბილისში ზოგადად რა მდგომარეობა. კალაძემ გაფლანგა ის, რაც მას გამოარჩევდა ქართული ოცნების სხვა რიგით უჩრდილო წარმომადგენლებისგან, ხო? ეს არის რაღაც დამოუკიდებელი ტიპის პოლიტიკური კაპიტალი, ეს ამ 13 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით აი ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში და კიდევ უფრო მეტად განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ თვალსაჩინო გახდა. კალაძე ძალიან დიდი ტემპებით და ძალიან სწრაფად დაემსგავსა ქართული ოცნების იმ რიგით წარმომადგენლებს, რომლებიც აბსოლუტურად სამარცხვინოდ გამოიყურებიან. თავი დავანებოთ იმას, რომ ის დედაქალაქის ისტორიაში დარჩება როგორც ყველაზე კორუმპირებული მერი, თავი დავანებოთ იმას, რომ ელემენტარული სამეურნეო საკითხების მოგვარების შნო არ გააჩნია ამ ადამიანს და თავი დავანებოთ იმას, რომ არანაირი ხედვა არ გააჩნია ამ ქალაქის განვითარების და პირიქით მისი მერობის ყოველი დღე არის ძალიან სერიოზული ზიანი ჩვენი ამ ქალაქში ცხოვრებისათვის, ხო? ამ ადამიანმა ამ ყველაფრის მიუხედავად გაფლანგა ის პოლიტიკური კაპიტალი, რაც ჰქონდა, გახდა ამ ანტიეროვნული კამპანიის მთავარი სპიკერი, სადაც ის განაგრძობს საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევას თავისი განცხადებებით, თავისი გადაწყვეტილებებით, თავისი ქცევებით და ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი პოლიტიკური კაპიტალის არ მქონე კალაძე ბევრად უფრო ნაკლებად საინტერესო არის ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის და მისი პოლიტიკური კონკურენტებისთვის ბევრად უფრო მარტივი საკბილო არის, ხო? და ზუსტად მაგას უკავშირდება ის, რომ თუ ადრე ის ბევრად უფრო განსხვავებულად პოზიციონირებდა და ბევრად უფრო მაღალი ავტონომიის ხარისხი ჰქონდა, დღეს ესე აღარ არის და შეუძლიათ რომ აგერ მისი მერად წარდგენის დღეს საერთოდ ხალხი გამოასახლონ, ისე რომ ეს ამბავი ძალიან ცუდი ფორმით გადაიფაროს, ოღონდ მაგაშიც და სხვა ყველაფერშიც რაც ხდება ამ ქალაქში, კალაძეს აქვს ლომის წვლილი. ის რომ თბილისი არ არის უსაფრთხო, ის რომ თბილისში არის საცხოვრისის პრობლემა, ის რომ თბილისი შეჭამა კორუფციამ და კორუფციით გამოწვეულმა ურბანულმა გენოციდმა, ეს არის მისი პოლიტიკური მემკვიდრეობის მთავარი კომპონენტები. შესაბამისად, აბსოლუტურად არ არის გასაკვირი ის საცოდავი მდგომარეობა, რომელშიც კალაძემ ჩაიგდო საკუთარი თავი. იმიტომ რომ შეიძლება შენ რაღაც პოლიტიკური კომპრომისები გააკეთო, მაგრამ კომპეტენციის და ხედვის ხარჯზე შეგეძლოს რომ ამოქაჩო, მაგრამ არანაირი კომპეტენცია ამ კაცს რო არ გააჩნია, ეს ყოველ მის პირის გაღებაზე უფრო და უფრო ნათელი ხდება, ხო? არანაირი ხედვა არ გააჩნია, ელემენტარული ყოფითი პრობლემები ვერ მოაგვარა და მეტიც აი ავარიული სახლების პრობლემა ძალიან მწვავედ უდგას ქალაქს და კიდევ უფრო მწვავედ დაუდგება მისი მერობის 8 წელი სრულდება მერაბ და ამ 8 წლის განმავლობაში რა გააკეთა მან იმისთვის რომ ამ პრობლემების სისტემურად მოგვარება მომხდარიყო, ამაზე ვერც ერთი ქართული ოცნების წარმომადგენელი ვერაფერს ვერ გეტყვით. ანუ ქართული ოცნების გენერალური მდივანი ამბობს რომ მას არ გააჩნია რაღაც ტიპის საკანონმდებლო მექანიზმი და ინსტრუმენტი, რომელიც უსაფრთხო შენობიდან ხალხის უპრობლემოდ გამოყვანა შეუწყობდა ხელს. ამისი თქმა უნდა და ჩვენ უნდა დავიჯეროთ ეს როგორც სერიოზული არგუმენტი, რომ მოსახლეობის ბრალი არის, თორმე ის რომ იქ რაღაც ჩამოინგრა და ხალხი ვერ გამოიყვანეს იმ შენობიდან, სადგურის მოედანზე რაც მოხდა. ამას არავინ არ დაიჯერებს. ერთი რომ რასაც ამ დღეების განმავლობაში ვუყურებთ არის უბრალოდ ადამიანთანებთან ურთიერთობის ძალიან ცუდი და სასტიკი ფორმა, ის რომ ამ ხალხმა ვერ მოახერხა საერთო ენის გამონახვა საკუთარ მოსახლეობასთან, ეს არის ძალიან სერიოზული ერთი პრობლემა და მეორე
ის რომ ეს ხალხი თავად მიუთითებს იმაზე რომ მათ არ გააჩნიათ ბერკეტები იმისთვის რომ ესეთი პრობლემები მოაგვარონ ეს არის საკუთარი უსუსურობისთვის პირდაპირ ხელის მოწერა. ხო, ნუ აი აქ ვაკის პარკში ვარ და ხა აქ აგერ ჩანს ის იმ ტრაგედიის ადგილი ჩემთვის. ეხა თავიდან აკეთებენ ამ მთელი შადრევნების იმას. აი ნახე მე რა აი იქ ხედავ შემოღობილი რო არის. მე და შენ იმ ტრაგედიიდან მე მგონი ერთი კვირის თავზე ჩავწერეთ აქ ინტერვიუ და აი იქ შემოღობილი რომ არის დღესაც შემოღობილია 3 წელი გადის ამ ტრაგედიის შემდეგ. ამ 3 წლის თავზე რა მივიღეთ რომ მარიტას ამ სიცოცხლის თავზე პატარა გოგოს გარდაცვალების მერე ესე დარჩა, ამის რეაბილიტაციაზე ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა და რაც ბევრად უფრო მძიმე არის აი ამ სამეურნეო ნაწილზე არის ის რომ ის ხალხი რომელიც დაპატიმრებული იქნა თავისი სიჩუმის სანაცვლოდ გამოვიდა ციხიდან და მათზე გაფორმდა დიდძალი ქონება. ამის მაგალითი არის გიგა გიგაშვილი, რომელიც იყო გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც 3 წლით ჩასვეს 13 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე, მაღალი თანამდებობის პირი ჩასვეს 3 წლით. აქედან წელიწად ნახევარში გამოვიდა მერაბ და გამოსვლიდან მალევე უცბად აღმოაჩნდა მერიასთან დაახლოებული დეველოპერის კორპუსში ბინა, მშენებლობაში წილი, კიდევ ერთი ახალი ოფისი და უამრავი ძალიან დიდძალი ქონება, რომელიც დეკლარაციაში არ ყოფილა მითითებული და ეს არის კორუფციის ყველაზე დამანგრეველი შედეგი, რომ უდიდესი ტრაგედია მოხდება, ადამიანის სიცოცხლე შეეწირება ამ ფაქტს, ისე რომ პასუხისგებლობასაც კი არ აიღებს არავინ და ამ თანამდებობის პირების სიჩუმის სანაცვლოდ ხდება შემდეგ მათი აი ესეთი ველური ფორმით მოსყიდვა და ადამიანებისათვის სულში ჩაფურთხება, იმიტომ რომ ის რაც მოხდა ვაკის პარკის ტრაგედიის შემდგომ არის ზუსტად ეგ ადამიანების სულში ჩაფურთხება და გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნის უპატივცემულობა. ხო, საინტერესო არის მომავალ კვირას როგორ დასრულდება შიდა დაპირისპირება ოცებაში და ვის არადგენენ მერობის კანდიდატად. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დღეს. ხო, ერთ-ერთი მნიშვნელობა აქვს რომ კალაძე პოზიციები შენარჩუნდება თუ დასუსტება. დღეს უკვე ქართული ოცნება არის იმ ეტაპზე, სადაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ქართული ოცნების კანდიდატი თბილისის მერობის. რა თქმა უნდა, არიან მათ სისტემაშიც ბევრად უფრო ღირსეული ადამიანები, ბევრად უკეთესი, უფრო კომპეტენტური და უფრო კეთილსინდისიერი ადამიანებიც, მაგრამ როდესაც ხარ ქართული ოცნების აი ამ სისტემის ნაწილი, ბუნებრივია რომ ამას მოყვება თავისი ძალიან დიდი სიმძიმე, რომელიც 2020 წელს შეიძლება გაცილებით უფრო მსუბუქი ყოფილიყო, მაგრამ 2025 წელს ქართულ ოცნებაში ყოფნა და ქართული ოცნების სახელით თბილისის მერობაზე კენჭისხრა არის კიდევ უფრო დიდი და მძიმე განაცხადი. და ბოლოს შენს პოლიტიკურ გააქტიურებას როდის უნდა ველოდოთ? მე შემიძლია ვთქვა ერთი რამე, რომ მაქვს ძალიან მკაფიო ხედვა იმის, როგორ უნდა განვითარდეს პროცესი, ვიცი რომ ამ პროცესში ამ ველზე ყავს ბევრი თანამოაზრე, ამიტომ ჯერჯერობით არანაირად არ ვჩქარობ, უყურებ ამ პროცესებს, როგორ განვითარდება, მათ შორის იმედით უყურებ იმას, რომ ჩემი მეგობრები შეიძლება საპატიმროდან გათავისუფლდნენ და ამის შემდეგ მექნება შესაძლებლობა, რომ გავაკეთო რამე რეალური პოლიტიკური განაცხადი. იქამდე სანამ გვაქვს ეს მოცემულობა და სანამ ხალხი განაჩენებს ელოდება და დაჭერილი ადამიანების ბედი როგორი იქნება, არ ვიცით, ბუნებრივია, რომ არანაირი პარტიული განაცხადის გაკეთებაზე მე არ ვფიქრობ. გასაგებია, გისურვებთ წარმატებას. მადლობა ინტერვიუს.